მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. მარდის ეკლესიიდან სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ხატები გაიტანეს და ნაგვის ურნასთან დაყარეს. მეტ დეტალს გთავაზობთ ჩვენს სიუჟეტში. მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიის ხატები დღეს უკვე მარდის ეკლესიაში დაგხვდებათ, თუმცა 2 დღის წინ მათი უმეტესობა ჩვენთვის უცნობმა პირებმა ეკლესიიდან გაიტანეს და ნაგვის ურნის გვერდით დაყარეს. ამის შესახებ ინფორმაცია სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა მამა ჰაკობ სააკიანმა მოგვაწოდა. ჩვენ ნამდვილად არ ველოდებოდით ჩვენი თანაქალაქელებისგან ასეთ ვანდალურ ფაქტს. ტაძრიდან სრულად გატანილი იყო სომხური სამოციქულო ეკლესიის ხატები, მათ შორის მართლმადიდებლური ხატებიც. თითქმის ყველა ხატი ურნასთან იყო დაყრილი. ჩვენ ხატები ისევ შევიტანეთ ტაძარში და მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოს, რათა გამოიძიონ აღნიშნული ვანდალური ფაქტი. მომხდარიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155 მუხლით აღიძრა, რაც რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელშეშლას გულისხმობს. უწყებაში ვერ გვიკონკრეტებენ რა ეტაპზეა გამოძიება, არის თუ არა ვინმე ბრალდებული და გამოიკვეთა თუ არა დანაშაულის მოტივი. რა იციან მომხდართან დაკავშირებით მარდის ეკლესიის მიმდებარედ მცხოვრებლებმა. მოქალაქეები კამერასთან არ საუბრობენ და პირად საუბრებში გვეუბნებიან, რომ არაფერი შეუმჩნევიათ. შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ხატები ნაგვის ბუნკერებთან გვიან ღამით დაყარეს. ჩვენ დავათვალიერეთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც, თუმცა სამეთვალყურეო ვიდეო დაკვირვების კამერები ვერსად ვნახეთ. შესაბამისად რა მოხდა 10 მაისის ღამეს და ვინ გამოიტანა ნაგავზე ტაძრიდან ხატები, ვერც ამ მეთოდით გავარკვიეთ. სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი მამა ჰაკობ სააკიანი ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს, რომ ამ აქტის ჩამდენს 40 ერს შორის მტრობის გაღვივება სურს. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია და არ გვინდა 40 ერს შორის ვინმე მშუღლი გააღვივოს. რას ფიქრობენ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ხატების ნაგავზე გადაყრის ფაქტზე? საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია გაგვეზიარებინა და მოიკითხავდა. ჩვენი რედაქცია მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ჩვენ ზარებს არ პასუხობს ახალციხის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ხოლო შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ გვითხრა, რომ ინფორმაცია არ აქვს. მარდის ეკლესია, საიდანაც ხატები ნაგავსაყრელზე გაიტანეს, წლებია სადაოა. შესაბამისად, ტაძარში ათობით წელია არც მართლმადიდებლური და არც სომხური სამოციქულო ეკლესიის წესით აღვლენილა ლოცვა. რატომ და რომელმა უწყებამ დააკავა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზანავის მერის წარმომადგენელი ამირან მიქელაძე? ჩვენი რედაქცია აღნიშნული საკითხის გარკვევას მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უწყებასთან ცდილობდა, თუმცა არც ერთი გარდა შსს-სა ჩვენს კითხვებს არსად უპასუხეს. ამ უკანასკნელის წარმომადგენლებმა კი გვითხრეს, რომ მიქელაძე მათ არ დაუკავებიათ. ჩვენ დაუკავშირდით პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და სუს. უწყებებში საკითხის დაზუსტებას დაგვპირდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი პასუხით არ დაგვბრუნებია. ის რომ ზანავის თემში მერის წარმომადგენელი დააკავეს, დღეს დილით დაგვიდასტურა ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ, თუმცა დაკავების მიზეზი და სხვა თანმდევი ინფორმაცია ვერც მან გაგვიზიარა. როგორც ჩვენ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვეუბნება, მიქელაძე გუშინ დააკავეს. იგი მერის წარმომადგენლად ზანავის თემში დაახლოებით 2017 წლიდან მუშაობს. ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.